და რა შემოვა, მოდი ეს თემა განვიხილოთ თქვენ ცხოვრებიდან. მას ასე. აქ მოცემულობა პირად ურთიერთობებს ეხება, თვალშისაცემი რაც არის. თქვენ ცხოვრებიდან გავა არაჯანსაღი ურთიერთობა და შემოვა ჯანსაღი ურთიერთობა, რომლის პროცესები დაწყებული გაქვთ უკვე. დროის საკითხია უბრალოდ. ჯანსაღი ურთიერთობა თანასწორობაზე და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. არაჯანსაღი მუდმივ კონტროლზე, პირველობაზე და ძალაუფლებაზე. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, პროცესი, რომელშიც იმყოფებით, ჩანაცვლება მოხდება ჯანსაღსა და არაჯანსაღს შორის. უთანხმოება ნებისმიერ ურთიერთობაში ხდება, მაგრამ გააჩნია რა ფორმით გამოვხატავთ თავს ამ დროს, თუ კი პარტნიორის მხრიდან ან ჩვენი რა მნიშვნელობა აქვს. ბრძანებლური, ხანდახან ზიზღნარევი დამოკიდებულება მოდის. მუდმივად ცდილობს ერთი საფეხურით მაღლა იდგეს, ბოლო სიტყვა მან თქვას, რა თქმა უნდა, ეს არაჯანსაღი ურთიერთობა არის. თუ კი სულ გაიძახის ფული, მე, მწვავე კამათისას ისეთ რამეს ამბობს, რასაც შეიძლება სულაც არ გულისხმობდეს, ცუც ეს აღნიშნავს, რომ დროა თქვენ თუ არა სამყარომ დაატოვებინოს კუთვნილი ადგილი. და ასეც იქნება. მსგავსი ადამიანები დატოვებენ თქვენს ცხოვრებას და რა შემოვა. ჩანაცვლება მოხდება თავისთავად ყოველთვის ასეა. ადგილი, რომელიც გამოთავისუფლდება, სხვა იკავებს ადრე თუ გვიან და ის სხვა ბევრად უკეთესი მიდგომებით იქნება თქვენს მიმართ. სიტყვები დამცინების ნაცვლად კომპლიმენტებს მოისმენთ, გაკრიტიკების ნაცვლად მხარდაჭერას იგრძნობთ, დაშორების, მუქარების ნაცვლად შენს გვერდით მიგულე. აი ასეთი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. რაც მოგაშორებთ მუდმივ სიფრთხილის განცდას, ბეწვის ხიდზე გასვლას და შიშს, რომ არ დავკარგო საყვარელი ადამიანი. აი ამ განცდას მთლიანად ჩამოგაშორებთ. ჩანაცვლებაში არასწორ შეცვლის მეტად სწორი პიროვნება და ეს შემოვა ზუსტად. წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 1673 53, Facebook-ზე ქართული შრიფტით ტაროს პასუხები, ნუ მირეკავთ, მომწერეთ.